მოგესალმებით. გილოცავთ ყველას ახალ 2026 წელს, ჩემო ძვირფასებო, ქალბატონებო, გისურვებთ ქალურ სიმშვიდეს, პირად თქვენ სულიერ სისავსებას, თქვენ სულიერ ბედნიერების, ემოციების შეგრძნების ემოციას, რაოდენ საოცარია, როდესაც შენი საკუთარი სულით ხარ სავსე, შენი საკუთარი სულით იყვარს. ახალ 2026 წელს, აი ასეთი ენერგიებით მოვდივარ თქვენთან და რატო ასეთით? ყველაფრის საფუძველი არის სწორედ აი იმაში, რასაც მე ახლა თქვენ გისურვებთ. იმ დანარჩენი მდგომარეობისაც, რომელიც თქვენ ასე გჭირდებათ და ასე გაინტერესებთ და სწორედ მაგ მდგომარეობის გამო უყურებთ თუნდაც დღეს აი ამ არხს, ამ ვიდეოს თუნდაც და გააქვთ რაღაცა იმედი მომავლის იმ სფეროსთან დაკავშირებით, რომელი სფეროთიც ხართ ამ ეტაპზე დაცლილი, ხო? რომელმა სფერომაც, ასე ვთქვათ, გამოიწვია თქვენში რაღაცა სიცარიელის შეგრძნება, რომელმა სფერომაც გამოიწვია თქვენში უიმედობის შეგრძნება, ასევე გამოიწვია თქვენში იმ არასტაბილურობის შემოტანა, რომელშიც შეიძლება დღეს შენ იყო. ეს ყველაფერი არის კანონების მიხედვით, რისთვისაც შენ ცხოვრებაში ეს ხდება, იმისთვის, ჩემო კარგო, რომ შენ ცხოვრებაში მოხდეს შენი საკუთარი თავის გაცნობის მდგომარეობა. მინდოდა მეთქვა მანიფესტაცია. ეს არის ჩვეულებრივი მანიფესტაცია სამყაროსგან შენთან მოვლენილი, შენთვის მოვლენილი, როდესაც შენ უნდა შეიცნო შენი საკუთარი თავი. ეს არ არის შემთხვევით შენს ცხოვრებაში მომხდარი, ასე ვთქვათ, შენთვის შეიძლება ვერავინ ვერ ხედავს და ყველასთან ისევ ისეთი ნინო ხარ, ისევ ისეთი ნატო ხარ, მაგრამ შენ შიგნით ხდება რევოლუცია. ეს ყველაფერი არის ზუსტად იმიტომ მომხდარი შენს ცხოვრებაში, რომ მოხდეს შენი შინაგანი, ასე ვთქვათ, რეგენერაცია, ხო? იმ ისეთი მდგომარეობით, როგორიც არის კანონმდებლობის მიხედვით, ხო? შენ მიწიერ დონეზე კანონები იცი და ზუსტად შესიზღვრებული გაქვს რა არ უნდა გააკეთო. მაგრამ, იმიტომ რომ არ გააკეთებ იმას და ეს გაცნობიერებული გაქვს, რომ არ უნდა გააკეთო, რადგან დაისჯები მიწიერ დონეზე კანონია. მაგრამ შენ არ გაქვს ინფორმაცია სულის დონეზე კანონებზე, რომელიც უნდა გააკეთო ან არ უნდა გააკეთო. და აქედან გამომდინარე, უნებლიეთ ისეთი რამე შეიძლება გააკეთო, რომ ვერც კი მიხვდე, რომ ამით, ასე ვთქვათ, რაიმე კანონი შეიძლება დაგერღვია და შენ ცხოვრებაში მოხდეს, ეხლა გეტყვით ესე მასშტაბურად რატომ ამბობ, მოხდეს ისეთი უცნაურობები, რომლებმაც შეიძლება მთლიანად ნგრევა გამოიწვიოს შენი შინაგანი მდგომარეობის. აი რო იტყვენ დანგრეული ვარო. აი ეს არის ზუსტად მე-16 ენერგიაში ყოფნა და ეს არკანი პრინციპში როგორ არის, იცი? ანუ მე-16 ენერგიაში ყოფნა და ეს შეიძლება იყოს არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ წინა ცხოვრებაში მომხდარი დაუსრულებელი ან არ დამუშავებული შენი შინაგანი ემოციური მდგომარეობა, ჩემო ძვირფასო. და ზუსტად მაგ კარმას ამუშავებდი ამ ცხოვრებაში და ამ დროს არ გახსოვს რას ამუშავებ და ხარ ამ
გაუგებრობაში აღმოჩენილი, ასე ვთქვათ. იცი როგორ არის? საერთოდ მიმდინარეობს 13 ენერგიაში ყოფნის პროცესი, როდესაც შენ სტანდარტის მიხედვით და წესის მიხედვით ახლა ტაროს არკანები მოცემულია ადამიანის ენერგიის სულის დონეზე განვითარების აღსაწერად. აქედან გამომდინარე, შენ თუ სწორად მიდიხარ ენერგეტიკულ ევოლუციას, შენ მე-13 ენერგიაში უნდა ის დაასრულო, რაც ტკივა, მაგრამ იცი რომ ესე აღარ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს ადამიანი, იმიტომ რომ მიწიერ დონეზე მე-13 ენერგიაში უნდა დაასრულო ის, რაც სულიერად გტკივა, მაგრამ უკვე იცი პირობითად გააცნობიერე მანამდე რისთვის ხდებოდა ეს, რა უნდა გააკეთო, როდესაც ვერაფერს აკეთებდი, უნდა გაგეცნობიერებინა შენ რა უნდა გააკეთო ამ პროცესში. ეხლა უკან და უკან ენერგიებს რო არ გადაუყვე და ვერ გააცნობიერე, მოდი ასე ვთქვათ რა, და შენი ენერგო გადამსვლელი მდგომარეობა გინდა არ გინდა გაგდებენ, ხო? გადახვედი მე-13-ში, ისევ ვერაფერს ვსვლი, ჩავარდი ისევ, ანუ მერე როდეს იცი რა არის, მაგ ცვლილების შემდეგ უნდა იყოს რაღაც დონეზე პერიოდი პაუზა, იმიტომ რომ მოხდეს სულის იარების მოშუშება, უნდა იყოს ფაქტიურად, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, მარტო რა, მე ასე დავარქმევ ხოლმე, რაღაცა იზოლირებული, იმიტომ რომ სულის ტრანსფორმაციის მდგომარეობას გადიხარ და მერე მოდის ისევ გაკვეთილი მიწიერ დონეზე და აბა იმ გაკვეთილს გადალახავ თუ არ გადალახავ, ნახე როგორ არის, შენ თუ იცი რა გაკვეთილში შედიხარ და ეს რაც მოგევლინება ცდუნების სახით მიწიერ დონეზე, ეს უკვე არის გამოცდა რა და შენ თუ გადალახავ ამ გამოცდას, მერე უკვე ხდება უცბად ცვლილება, უცბად თუ გადალახავ და რა თქმა უნდა ახლდება ყველაფერი. იხსნება შენი ცოდნა, გამოდიხარ აპათიიდან, ხდები მასშტაბური რაღაცა თითქოს ერთი და იგივე ციკლი რაც იყო, შენ შეიძლება არ ჩანდი, იყავი ყველასნაირი ნათდები, ასე ვთქვათ და ასე შემდეგ გადადიხარ საოცარ ენერგიებში და მოკლედ ასრულებ ასე ციკლს რა ნელ-ნელა. მაგრამ ახლა მოდი შევხედოთ მეორე მხარე. შენ თუ აი მიხვედი მე-15-მდე და აი ვერ მივხვდი სათხარ, აი იწყება, მერე არ დავიწყება, იმიტომ რომ ხარ რაღაცა გარკვეული პერიოდი გტკივა და მოდის უკვე დრო იმისა, რომ შემოვიდეს ეს შემდეგი ენერგია შენ ცხოვრებაში და გირტყავენ ცვლილებისთვის. მაგრამ შენ როდესაც ვერ მიხვდი მე-15-ში რაში იყავი გახვეული, ან არ გაითვალისწინე, გაიგე და არ გაითვალისწინე, შემდეგ უკვე ეს გირტყავენ მტკივნეულად, მაგრამ ყველა შემთხვევაში იმიტომ გირტყავენ, რომ მანამდე რაც იყო და მათ შორის ეს ცდუნებაც, ყველაფერი, ასე ვთქვათ, უფრო ეს ცდუნება რა, აი ამ ცდუნებასთან დაკავშირებით, იმ ცდუნებას გიგზავნიან, რაც უნდა საბოლოოდ ჩამოიშალოს რა და შემდეგ უკვე თუ ვერ გადახვედი და ვერ გაიაზრე, რომ ეს ცდუნება დიდ კივილს გადიხარ, იმიტომ რომ უცბად ხდება აქ, აი როგორც ბუმბი ჩააგდონ, შენ ვერ მოდიხარ ასე რა მოხდა და როცა ასე მოდიხარ, მხოლოდ მოგონებებს და ტკივილებს განის. ნუ მოკლედ. კარგით. არ ვიცი ხა ეს რამდენი რატო ვისაუბრე. ჩემო ძვირფასებო, დღეიდან შენი სულიერი სივრცის არხი იმუშავებს აი ესეთ ფერად ფორმატში. შემოვიდა 2026 წელი, სხვათა შორის ჩემი წელია. ცეცხლოვანი ცხენის წელში ვარ დაბადებული და სიახლეები გარდაუვალია და მეც აი ესე მომივიდა ინსაიდად, ხო და აქედან გამომდინარე, ამ წლიდან ასეთ ფორმატში ვიმუშავებთ უკვე რეგულარულად და მე ვნახოთ რა იქნება. როგორი ფორმატით მოგვიწევს, როგორი ფორმატით დაგვიძახებე რომ ვიმუშავოთ. კარგით.
ნახოთ ახლა რა ენერგიებშია ადამიანი, ვინც აქამდე იყო ამ სივრცეში, რა ენერგიებში ხართ და არა მხოლოდ თქვენ, თუნდაც ვინც ახლა შემოვიდა. ვკითხოთ სამყაროს იანვრისთვის განმავლობაში რა ენერგიებში გადაგიყვანთ. სამყარო, მაღალი ძალები, სულ ნაკადიდან მოდის ინფორმაცია ახლა, არაფერი ისეთი კონკრეტულ კითხვებზე არა. რა ენერგიებში გადახვალთ იანვრისთვის მანძილზე, რა ენერგიებში იმოძრავებთ იანვრისთვის განმავლობაში, რა ენერგიებში იმოძრავებთ, 4 რატომ მინდა? აქ უფრო, იცი რას მოჩვენე, იანვრის თვეში კი არა, აქ უფრო შორეულ პერსპექტივაში მოდის ინფორმაცია, გაინახოთ. ნახოთ, მთავარი აქცენტირებადი სფერო იანვრისთვის განმავლობაში, რომელი იქნება თქვენთვის, აი, რომელიმე კონკრეტული მომენტი სამყარო, თუნდაც ერთი ადამიანის იყოს, ოღონდ კონკრეტული მომენტი, რომელი იქნება ყველაზე აქტუალური სფერო იანვრისთვის განმავლობაში შენთვის, ყველაზე აქტიური სფერო იანვრისთვის განმავლობაში, რომელი იქნება სამსახურეობრივ საკითხში. სამსახურში როგორი იქნება იანვარი შენთვის, სამსახურში იანვრისთვის განმავლობაში, იანვრისთვის მანძილზე, კარიერაში, სამსახურში, საქმეში, რასაც შენ აკეთებ, საქმიანობაში, რა გელოდება იანვრის თვეში, რა შემოვა შენთან სამსახურში იანვრისთვის განმავლობაში, ფინანსებში რა შემოვა იანვრისთვის განმავლობაში, ფინანსური არხი როგორი იქნება იანვრისთვის განმავლობაში, ფინანსებში რა შემოვა, როგორი იქნება ფინანსური სფერო, რა შემოსავალი გექნება იანვრისთვის განმავლობაში, ნახოთ. პარტნიორულ ურთიერთობაში რა შემოდის შენს ცხოვრებაში, რა სიახლეები გექნება იანვრისთვის განმავლობაში, პარტნიორულ ურთიერთობაში რა სიახლე და ცვლილებებს უნდა ელოდე იანვრისთვის განმავლობაში, პარტნიორულ ურთიერთობაში რა სიახლეებს და ცვლილებებს უნდა ელოდე. მაქსიმალურად ცდილობ თავი დააღწიო ფიქრებს შენს თავში, რომელიც მთლიან სხეულში გადადის, გერჭობა მართლა გულში და აი ასე ვთქვათ, იცი რა მინდა ვთქვა,
რამდენი ხანი ხმა არის მოდა ღმერთო. მოკლედ, იანვრისთვის განმავლობაში ჩემო ძვირფასებო, მამაკაცი, ვისთანაც გქონდათ, რამდენი ვილაპარაკე, მამაკაცი, ვისთანაც გქონდათ წერტილდასმული სიტუაცია და თქვენ ფიქრობდით, ნეტა ესეთი ვარ, ისეთი ვარ, ის სიტყვა, რაც მან მითხრა, რამაც წერტილი დასვა, ნეტა ესე მითხრა, ისე მითხრა, ასე იყო, ისე, ну მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია, რამაც გული გატკინათ თქვენ და საიდანაც გამოხვედით, აი ეს ამ ადამიანისთვის ხართ ვარსკვლავი, ძალიან მასშტაბური ადამიანი და აქ იქნება ცვლილება. მაგრამ შეეხება სამსახურის საკითხს, აი თქვენ თუ რაღაცა ძალიან ბევრი ფიქრი გქონდათ და გამოსავალი იპოვეთ და ეხა ფიქრობდით, რომ აი ეს ჩემი გადაწყვეტილება, რაც მე აქ მივიღე, ნეტა როგორ იმუშავებს, აქ გეტყვით, რომ ძალიან იმუშავებს. აქ თუ რაღაცა დასრულებული იყო საზღვარგარეთთან წასვლის საკითხი, ეს მოხდება და ეს შეცვლის მთლიანად თქვენს ცხოვრებას და ასევე თუ ვინმე იყო მოლოდინში, რომ რა ვიცი, ამირჩევენ, არა, მოკლედ თქვენ გამოჩნდებით, აი რაღაცა თქვენი ენერგეტიკა ისეთი იქნება, რომ გამოჩნდება რა, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა თქვენი გადაწყვეტილების ფონზე, რაც მიიღეთ, ხო, ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ეხლა ვნახოთ ცალსახად საქმიანობაში რა გელოდებათ იანვრისთვის განმავლობაში რაღაცა საკითხს, რომელსაც სიტყვა ძალიან უკვე აღარ მომწონს რა და ისმა ამოვიღო ლექსიკონ, არ ვიცი რატო არ მომწონს. სიტუაცია, რასაც დიდხანს ფიქრობდით, რომ რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა საქმიანობაში, აი დარწმუნებული იყავით, რომ ეს საქმე თქვენ გიყვართ რა. მაგრამ როგორი რაღაცაა, იცი, ამ საქმეზე ჩამოყალიბებული იყავით, რომ თქვენ ეს ნამდვილად გინდათ, მაგრამ ელოდებოდით რაღაცას რა და აქ რაღაცა თქვენი სიტყვა სამსახურში რა გელოდებათ საქმიანობაში. იცი რა არის? აქ დიდხანს რაზეც ფიქრობდით, რაც გინდოდათ, ნაბიჯს გააკეთებთ, გადადგავთ და აი მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნაბიჯი გადადგავთ და აქ უკვე მიიღებთ სიმშვიდეს რა. სიმშვიდეს, რაზეც ძალიან ბევრს ფიქრობდით სხვათა შორის, აი აქაც იგივე. ფიქრები საქმიანობაზე, რომ ანუ იქ მექნება მე, სტაბილურობა მექნება მე რომ ეს იმას ავქნა, გადავწყვიტო, ეს რომ გავაკეთო. დიდი ხანი ფიქრობდით რაღაცას, ასე ვთქვათ, დიდი რაღაცის ნაბიჯის გაკეთებას რა, ქმედებას და აქ ცოტა ისეთ სიტუაციაში იყავით, რომ არ იცოდით რა, მოდი აქ გეტყვით პირდაპირ, რომ ძალიან მასშტაბური გახდებით თქვენ და ეს აბსოლუტურად იქნება ძალიან დიდხნიანი და მყარი სიტუაცია აქ ბედის პრობლემის სხვანაირად არის და აქაც გეუბნებიან, რომ სამსახურეობის სფეროში რაღაცა, რაც გაჩერებული იყო, ფიქრობდით დიდი ხანი, მოდი ასე ვთქვათ რა, ამ საწყისზე. მაგრამ ძალიან მასშტაბური რაღაც იყო, ეს შეიძლება მანძილს უკავშირდებოდა, ეს შეიძლება ინტერნეტსაც უკავშირდებოდა. აქ თქვენი მიიღებთ რა გადაწყვეტილებას. მიიღებთ აქ გადაწყვეტილებას და ეს მოგიტანთ სტაბილურობას და სიმშვიდეს. ყველა შემთხვევაში გამოდიხართ არჩევანის მდგომარეობიდან, რაღაცა კრიზისული ფიქრებიდან, კრიზისული ემოციებიდან და აქ სტაბილურობაში გადიხართ საქმიანობის საკითხს რაც შეეხება. აქ რაღაცა მასშტაბური გადაწყვეტილება თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით და მაგაზე ნერვიულობდით და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ადამიანი მასშტაბურზე და როგორ დასრულდება მაგის საქმე.
იცი რა არის, ჩემო კარგო, აქ რჩევას გაძლევენ ფაქტიურად, რომ ნუ მერყეო, წინასწარ კარგად დაგეგმე, გათვალე, ყველაფერი კანონის ფარგლებში გააკეთე, ამას გეუბნებიან ცალსახად და ყველაფერი იქნება იდეალურად. გექნება წინსვლა, უდიდესი, სიუხვე, მასშტაბურობა. აქ შენ თუ კანონთან დაკავშირებით რაღაცას მაიმუნობას აპირებ, იცოდე? ამას გაფრთხილებს სამყარო, რომ თუ ყველაფერს გააკეთებ სწორად, იქნება იდეალურად ყველაფერი. ფინანსებში როგორი უიდე და რა კარგია და აქ ფინანსებში ვიღაცასთან რადიკალურად იცვლება სიტუაცია. შენი ფინანსური სფერო თუ იყო აი დაუშვათ მანამდე რაღაცა ერთნაირი, აქ აი ამ ერთნაირობაში აბსოლუტურად ახალი პერსპექტივა გამოჩნდება თვით სამყაროსგან, რომელშიც აი რაღაც სიტყვა მომდის და მინდა მაგის თქვა. იალაო რო იტყვია რა, აი ეს ქვეყანა ჩემიაო რა, მადლობა სამყარო, მადლობაო აი ამ ასე ვთქვათ, გზავნილისთვის, რომელიც მხოლოდ ჩემთვის არის ასე ვთქვათ, შუქურისთვის, გზავნილ შუქურისთვის, რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებს. მაგრამ თქვენ აქ გამცემი ადამიანიც იქნებით, თქვენ აქ გამცემიც იყავით და სწორედ ეს მოგიტანთ უდიდეს სტაბილურობას. ნახოთ ახლა პარტნიორულ ურთიერთობაში რა გელოდება თქმა ჩემო, აი ეს ხმლების მეფე სულ ყველგან დახტის. ეს სამსახურში ამას რაღა უნდოდა, ვეღარ გავიგე. აქ რაღა გინდა, იქ რაღა გინდა, სულ ყველგან შერატო ხარ. ძალიან მეცინება. ეს ადამიანი თავის რაღაცაზე ხო გითხარით მე თქვენ აქ მაგან გადაწყვეტილება რაღაცაზე ისეთი რაღაცა თქვა საწაგელმა რომ დასვა წერტილი ურთიერთობაში. მერე აქ საქმიანობასთან დაკავშირებით არის თქვენ საქმიანობასთან რა კავშირი აქვს ამ ადამიანს რაღაცა ისევ მწარე სიტყვის, მაგრამ აზრიანს. მაგრამ შეიძლება აქ თქვენ საწინააღმდეგო თქვას რაღაცა, მაგრამ აზრიანი, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობებში ეს ამ შემთხვევაში ცოტა როგორ იქნება, იცი? აი ცოტა მორბილდება თავის აზრების ფილოსოფიურ მსჯელობასთან მიმართებაში რა, აი რა გელოდება პარტნიორულ ურთიერთობაში, თითქოს ეს ადამიანი ეს წამი რა. რას გვეუბნები აქ? რას გვეუბნები? აი იმ საკითხზე, რაზეც თქვენ მოგივიდათ კონფლიქტი, ორივე იყავით თანაბარ პოზიციაზე, არც ერთი არ თმობდით და ეს ადამიანი თითქოს აქ რას გულისხმობს? იცი რა, დანებდება აქ თუ გაბრაზებული იყო და დაუშვათ გექიშპებოდათ ეს ადამიანი. იცი რა არის, მაინც ახლა რო გითხრათ ისე, რომ ამ საკითხის ახსნა განმარტებას დაიწყებს, თუ რისთვის გექიშპებოდათ, გამიგეთ? აი ყველაფერი გააკეთა, ანუ როგორი რაღაცა იცი, ეს გავიგე, მოვიდა ნაკადიდან.
ეს ადამიანი თქვენ გეტყვით, რომ რატო ეწინააღმდეგებოდა თქვენთან მომავალს და უშუალოდ თუ რაც იყო. იმიტომ რომ გეტყვით, რომ რამხელა წინააღმდეგობები ქონდა მაგას აი თქვენამდე მოსასვლელად და არ იცოდა როგორ ებრძოლა იმ თავისი, ასე ვთქვათ, მილიონ წინააღმდეგობასთან რითი ებრძოლა, როგორ ებრძოლა რა. და ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობდა, რომ აი როგორ უსამართლოდ მოვექეცი რა, აი როგორ უსამართლოდ მოვექეცი და როგორ რაღაცა იცი, არ მიმართლებდაო გეტყვით რა. აქ რას გულისხმობ? გეტყვით, რომ მე ყველაფერი გავაკეთებო ამ ურთიერთობიდან გავსულიყავიო, მაგრამ არ შემიძლიაო. სამართლობაო ეს ყველაფერია და როგორი რაღაცაა, იცი? მე რატო ვერ მოვდიოდიო, იცი, საერთოდ მეგონაო, რომ აღარც ისეთი ახალი ეტაპი არ მინდოდა ჩემთან როგორიც იყო და აღარც ესეთიო. ну ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი გამოჩნდება და თქვენ როგორ რაღაცა იცით, თქვენ როდესაც არ ჩანდით ამ ადამიანის ცხოვრები და როდესაც წახვედით, ეს ადამიანი ჩავარდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ იცოდა რა იყო სწორი, რა არ იყო სწორი, ვერაფერს ვერანაირ გადაწყვეტილებებს აღარ იღებდა და აქ მიიღებს ახლა ეს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობის თემასთან დაკავშირებით. რა ელოდება იანვრისთვის, მას თუ რა არეულია? რა, ისე გამოდიოდა, რომ თქვენ მაქსიმუმს აკეთებდით ამ ურთიერთობაში, რომ აღიარებული ყოფილიყავით, ანუ იმსახურებდით იმას, რასაც ამბობთ, მაგრამ ფაქტიურად ეს გამოდიოდა, რომ ამ აღიარების მათხოვარი იყავით, ამ აღიარების ის იყავით, რა ქვია, რაღაცა რა და თქვენ გაბრაზდით ამაზე, კაცო, მე ამნაირი ქალი ვარ, ამისთანა ის ვარ და ვერ გავიგე, ახლა შენ როგორ მეკცევი? ისეც არ ვიცი ვინ ვარ, რა ვარ შენთვის, ანუ ვერ გავიგე და აქ როგორი რაღაცა იცი, აქ თქვენი თავი აიყვანეთ, დააფასეთ, შეიყვარეთ და ამ ადამიანმაც დაინახა, რომ რას იმსახურებთ თქვენ. კი ბატონო. ცი რა არის ამ სულიერი ტრანსფორმაციის პროცესში არჩევანს გააკეთებინებენ რა. მე ამ არკანს ყოველთვის უყურებ ისე, რომ მაღალი ძალები როცა გადაწყვეტენ, რომ შენ რა ენერგიაში უნდა იყო, მოდი და რაც გინდა ის ქენი, შენ მაინც იმ ენერგიაში იქნები. ახლა თუ რაღაცა სასწაულად ჯიუტი ადამიანი ხარ და შეეწინააღმდეგები, წახვალ დალევ, გალოცდები, განარკომანდები, ვიღაცას იპოვი, ღონდ შეეწინა, ეს ცალკე საკითხი და ცალკე ტანჯვა, მაგრამ აქ ენერგიაში აგდებს მაღალი ძალები ამ ადამიანს ისე, რომ აი ახსენდება ის ყველაფერი ურთიერთობა, სიმშვიდე, ყველაფერი და ну აქ ყველა ვარიანტში აქ ისე აქ თვითონ ისევ კარმაშია, კარმულგაკვეთილშია ეს ადამიანი, რომ იცოდეთ თქვენთან. ამიტომ აბრუნებენ. მთავარი სფერო. მთავარი სფერო, რომელიც თქვენს ცხოვრებაში აქტიური იქნება, მოდი გეტყვით. სფერო იქნება ის,
მიწიერ დონეზე საქმიანობა ვიღაცისთვის, სადაც ექნება ძალიან მაგარი ფინანსური სიუხვე, სფერო მათ შორის ეს ფულია? მოდი ასე ვთქვათ, ტარო ესე მეუბნება. საიდანაც გამოხვედი, რასაც ფიქრობდი ელოდებოდი. ვიღაცას ესეთი მოკლე მესიჯი მინდა უთხრა, თავარი სფერო, რომელიც თქვენთვის აქტუალური იქნება მესიჯი, რომელიც საკმაოდ ჩქარა მოვა თქვენთან და რომელიც მოგიტანთ მიწიერ დონეზე ძალიან მაგარ დიდ ბედნიერებას. მესიჯი შეტყობინება, რომელიც არ არის ახალი. შეტყობინება იქნება, რომელიც არ იქნება პირველი თქვენთვის იმ ვიღაცისგან, რომელიც გამოგიგზავნით. თავარი სფერო, რომელიც აქცენტირებული იქნება ოჯახური საკითხი, რომელიც თქვენთვის, ასე ვთქვათ, დაუბალანსებელი იყო მიწიერ დონეზე, გაუცნობიერებელი იყო და აი როგორი იყო იცი, სიყვარულს ეხება რა. უბრალოდ მიწიერ დონეზე მოხდება უკვე ეს ყველაფერი. მოდი ასე ვთქვათ, მთავარი სფერო არის მიწიერ დონეზე ფინანსების სიუხვე ვიღაცისთვის საჯაროა გაშლა და ვიღაცისთვის სექსუალური ურთიერთობის პროცესიდან დაბალანსება ოჯახურ თანაცხოვრებამდე, რასაც მე თქვენ გისურვებ.